ჩვენ უკვე პირდაპირ ეთერში ვართ. გვერდებიან მეგობრები. და მალე შევუდგებით მუშაობას. დიდი მადლობა ქალბატონ დალი. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. ასეთ ფილმ მოსალმებას აკეთებთ. მადლობა ბატონო ვასო, ბატონო ზაურ. გიდასტურებთ პატივისცემას ყველას, ვინც ხარ ჩვენთან, ვინც შემოგვიერთება, ვინც ნახავს ამ გადაცემას. დავიწყოთ ჩვენი გადაცემა. დარწმუნებული ვარ, ბევრი ნახავს. სხვადასხვა ფორმით ჩვენი წინა გადაცემა 10,000-მდე ადამიანმა ნახა. მარტო Facebook-ზე 5,000-თან არის მიახლოებული. ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთი აქტივობა რეალურად ვიცი, რომ გაცილებით დიდია, მაგრამ ესე ძალიან საკმარისია, რასაც ვერ მალავენ და რის უარყოფასაც ვერ აკეთებენ. ჩვენ დღეს ძალიან რთული გადაცემა გვაქვს, საერთოდ კვირა რთულია. ეს კვირა გავიხსენოთ კარგად წლების წინ აფხაზეთში როგორი რთული მდგომარეობა ჰქონდა და კიდევ ერთხელ დავწმუნდებით, რომ ბევრი რამის გახსენება დაგჭირდება. ისეთი რთული პოლიტიკური სიტუაციაა ქვეყანაში, რომ ეჭვმეპარება, რომ ნაკლებად მოხდება იმ პროცესების და იმ მოვლენების გააზრება და ჩვენება, რომლითაც მაშინ სავსე იყო ჩვენი ქვეყანა და რამაც უბედურების მეტი არაფერი მოგვიტანა. 93 წელი 21 სექტემბერს ქუთაისში ზარი მივიღეთ,
შეიული შარტავასაგან ღვთისმშობლობა დღეს რომ ოჩამჩირეში ღალატია იქნებ ქუთაისმა რამე შეძლოს სხვა ვერავინ ვერაფერს ვერ ახერხებს მადლობა ქუთაის მადლობა იმერეთის შემოგვიერთდა მაშინ მე მხოლოდ ქალაქის მერი ვიყავი მადლობა ყველას ვინც 23-ში აეროპორტში მოვიდა ვინც განაცხადი გააკეთა და რომ ჩვენ უკვე 23-შივე გავფრინდით სოხუმში ძალიან რთული იყო მაშინ გაფრენა ყველა თვითმფრინავი რომელიც გაფრინდა ჩამოაგდეს ყველა თვითმფრინავი რომელიც გამოფრინდა ჩამოაგდეს და იყო საუბარი იმის თაობაზე რომ არ წავსულიყავით ქუთაისმა ღალატი არ იცი ჩვენთვის ეს უცხოეს განწყობა ქვეყანა სჭირდებოდა და ჩვენ სავსე თვითმფრინავით გავფრინდით წავედით ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გადაწყვეტილება იყო ის როდესაც მე მითხრეს რომ ამ თვითმფრინავს ცუდი ბედიელის და გადაწყვიტეთ წახვიდეთ თუ არა და თუ წახვალთ შენ არ უნდა შეხვიდე თვითმფრინავშიო მე ისე მივიღე გადაწყვეტილება და პირველი შევედი თვითმფრინავში მეუფე კალისტრატეც ასევე მოიქცა და ერთადერთი თვითმფრინავი იყო რომელიც ჩაფრინდა სოხუმში ძალიან საჭირო ტვირთი დახმარების დიდი ტვირთის ჩავიტანეთ და რაც მთავარია მებრძოლები ჩავიდნენ ეს იყო დიდი სიხარული აეროპორტში როცა ჩავფრინდით როცა ცოცხლები ჩავედით და მე დარწმუნებული ვარ რომ ყველა ტელევიზია უნდა აჩვენებდნენ იმ ფილმს რომელიც მაშინ ნანა კუხალაშვილმა და საერთოდ იმ პერიოდში იყო გადაღებული ქალბატონმა ნანა კუხალაშვილმა ბატონმა რეზო ბუხსიანიძემ გადაიღეს და ის ყველაფერი ნათლად ჩანს მე მიჭირს და მიზნელდება საუბარი მე მხოლოდ ამით დავიწყე იმიტომ რომ მადლობა უთხრა ყველას ვინც მაშინ ქუთაის აეროპორტში მოვიდა ვინც ვაშკაცურად შევიდა თვითმფრინავში ვინც არ დაიხია უკან და ჩავედით ჩავფრინდით მადლობა ბიჭებს რომლებიც აფასებენ იმ გადაწყვეტილებას რომელიც მე მაშინ მივიღე მე მაშინ გენერალ ნაირაშვილს რომელმაც მითხრა რომ შენ არ უნდა შეხვიდე თვითმფრინავში უთხარი მაშინვე ყოველგვარი დაფიქრების გარეშე რომ გამორიცხულია პირველი შევალ ეს თვითმფრინავი რომ არ ჩაფრინდეს მთელი ცხოვრება მკვდარი ვიქნები რომ მე არ შევედი იმ თვითმფრინავში და გავწირე ბიჭები ეს თვითმფრინავი რომ ჩაფრინდეს მაინც მკვდარი ვიქნები მხდალი ვარ და ამიტომ მე შევალ პირველი ყველაფერი ბიჭებთან ერთად უკან არ დამიხევია პრეზიდენტი მაშინ ამბობდა რომ არ შეხვიდეთ თვითმფრინავში აჯალურ თქანზე გვირეკავდა ჟიული შარტავამაც ეს გითხრა რომ ძნელია ალბათ ვერ ჩამოხვალთ მაგრამ როდესაც სწორად იქცევი მაშინ უფალი ჩვენთანაა ხშირად მიყვარს მე გამოთქვა რომ უფალი არ არის დღეს საქართველოში როცა შიგნით დაპირისპირებული ვართ უფალი არ არის ჩვენ მხარეს უფალი მაშინ არის ჩვენთან როდესაც ჩვენ სწორად მოქმედებთ როდესაც ტრის წინააღმდეგ ვერთიანდებით ჩვენ ამ განწყობით ვიყავით და სწორედ ამ განწყობამ განაპირობა ის რომ ჩვენ რაც გქონდა დავალება რამდენიმე დღე უნდა გახანგრძლივდეს რომ იქნებ შემოვიდნენ ოჩამჩირიდან შენაერთებიო ჩვენ ის რამდენიმე დღე სოხუმს გავაძლებინეთ ბედნიერება იქნებოდა რომ ოჩამჩირეთ შემოერთებოდა და ჩვენ მე დარწმუნებული ვარ რომ აფხაზები და ქართველები დღეს სხვანაირი განწყობით ვიქნებოდით ერთმანეთის მიმართ ომი საერთოდ შეცდომა იყო ყოველგვარი დაპირისპირება შეცდომაა დღეს ამ საკითხებზე არ ვსაუბრობ ეს კვირა ასეთი იქნება რთული გამოვა შევეცდები რომ აი სწორედ ჯვართამაღლება დღეს როდესაც ჟიული შარტავას დაღუპვის დღეც არის და მამუკა სტანიკაშვილის რომელიც აეორთავე დიდი ქართველები მამუკა სტანიკაშვილის დაბადების დღე ისინი მეგობრები იყვნენ შევეცდები რომ აი ამ დღეს ან ძველი რაღაც
ჩემი ჩანაწერი ამოვიღოთ, ან ახალს ჩავწერ, იმიტომ რომ ეს მე არ მჭირდება და ეს არ ჯიული შარტავას და არც მამუკა სტანიკაშვილს არ ჭირდება, არც აფხაზეთის გმირებს არ ჭირდება, არც ქართველებს იქ საომრად წასულ ქართველებს და აფხაზებს, რომლებიც ჩვენ ძმები ვებრძოდით ერთმანეთს. ეს ჭირდება მომავალ თაობებს, რომ იცოდნენ, რომ რა აქვს გადატანილი წინა თაობებს პატივისცემით მოვეკიდოთ და რაც ყველაზე მთავარია, იცოდნენ მათ, რომ დაპირისპირებას რა მოაქვს. გვახსოვდეს აფხაზეთი. აფხაზეთი არ უნდა დავივიწყოთ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ აფხაზეთში ცივი განწყობა იყოს და განწყობა იყოს იმისა, რომ ჩვენ ქართველები და აფხაზები, აფხაზები და ოსები ერთმანეთის გარეშე მომავალი ამას დაადასტურებს, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ ვიყოთ ისეთები იმ პოტენციით და იმ ფუნქციის და იმ როლის შემსრულებლები, რომლებიც ჩვენ გვაგისრია თუ ჩვენ ერთობა არ გვექნა. ომით პოლიტიკოსებმა მოიგეს. წააგო ხალხმა, წააგეს აფხაზებმა, ოსებმა და ქართველებმა. ჩვენ ყველამ პოლიტიკოსებმა მოიგეს. პოლიტიკოსებმა ომებმა ყალბი გმირები შექმნეს და ომებმა არასწორი შეხედულებები ჩამოაყალიბეს, კიდევ უფრო დაძაბეს ჩვენი ურთიერთობა. დაპირისპირება სიკეთე არ მოაქვს. ესაა დღეს მე გადმოვდივარ დღევანდელ ჩვენს განწყობაზე, რომელიც არის, კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დაპირისპირება მომაკვდინებელია, რომელიც დღეს საქართველოშია. სათაური, რომელიც მე დღეს გავაკეთე, ასე ჩამოაყალიბე, რომ ოპოზიცია ძაბავს, ხელისუფლებამ სიტყვაც ცნელია რომ მოძებნო, აუფასურებს, რაღაც აუბრალოებს ყველაფერ ამას და გონია რომ ხელისუფლება თვლის რომ არაფერი არ ხდება, ოპოზიცია თვლის რომ ყველაფერი ხდება. ეს უკვე კონფლიქტია. ეს კარგ შედეგთან არ მივიყვანს. ოპოზიციის სწორი მოქმედება იქნებოდა პარლამენტში შესულიყავით თავის დროზე 48% რომ გქონდათ. ის რასაც დღეს აკეთებთ და როგორადაც ძაბავთ სიტუაციას, მე ეჭვმეპარება რომ ეს ქართველ ხალხს და საქართველოს ჭირდებოდეს. მაგრამ ქართველებსაც გვიყვარს ჩვენ ემოცია, ამბიცია, გვიყვარს ძალის დემონსტრირება და ვიღაცას უნდა 4-ში ძალის დემონსტრირება გააკეთოს. ხელისუფლებასაც უნდა ძალის დემონსტრირების გაკეთება და ოპოზიციასაც უნდა ძალის დემონსტრირების გაკეთება. ძალა უნდა გქონდეს შიგნით. მისი დემონსტრირება საჭირო არ არის. როდესაც ჩვენ გინდა აჩვენო ის რომ ძლიერი ხარ, უკვე აღარაფერი აღარ ხარ. და ამის გამო ერთიც და მეორეც ხელისუფლებას თელ პასუხისმგებლობას მე პირადად ჩემი მოსაზრება, ვინ გაიზიარებს, ვინ არა, თელი პასუხისმგებლობა ეკისრება, იმიტომ რომ არავითარ შემთხვევაში აქამდე არ უნდა მესულიყო საქმე. და არ შეიძლება ხელისუფლების შენარჩუნებისათვის, ან ხელისუფლების მოპოვებისათვის ბრძოლას შევწიროთ ხალხი, შევწიროთ ქვეყანა და შევწიროთ ადამიანთა ურთიერთობები. დღეს ეს ხდება საქართველოში, წლები ეს ხდება ქვეყანაში. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ და ერთხელ ქუჩის რევოლუცია თუ ქვიოდა იმას, ეს იყო პრაქტიკულად რევანშიზმი, მან ქუჩის პოლიტიკოსები ამრავლა. ისე როგორც ივანიშვილის ეპოქა და ეს პერიოდი ამრავლებს ქუჩის პოლიტიკოსებს და ყალბგმირებს, ასეთი საქართველოში არ ყოფილა. თუმცა 92-ში, 91-ში, 92-ში, 93-ში სავსე იყო საქართველოს ცხოვრება ამ ყალბი გმირების სიმრავლით. ვერ მეტყვით თქვენ ქუჩაში იარაღით მოსიარული და იარავაყრილი ხალხი, ნუ ეს ომი სხვა არის და როდესაც ქუჩაში დადიოდნენ, ესენი გმირები არიან არა და აი ასე ჩამოყალიბდნენ ადამიანების თვალებში, რომ ესე იგი მე მახსოვს, რომ ვიღაცა ტაშუქრებდა კიტოვანს, ვიღაცა ჯაბა იოსელიანს, ვიღაცა იქეთ სხვას და სხვას. ეს იყო ყალბი გმირების როგორც იტყვიან, ყალბი გმირობის დემონსტრირება. არც ერთი გმირი არ ყოფილა, ვინც ამას მე ბოდიშმინდა მოიხადრო, ცოტა კაცივებული ვარ. არც ერთი შინაგანად ასეთი არ იყო. ადამიანი, რომელიც 20 და 30 კაცის დაცვით დადის, ის უკვე დასრულებულია. ადამიანი, რომელიც იარაღზეა დამოკიდებული და იარაღითა დიდგული, ის დასრულებულია. საქართველოს ეს პერიოდი გაიარა.
ოსეთშიც ეს იყო, აფხაზეთშიც ეს იყო და აი ასე ვითომ დიდი ეროვნული პათოსით აფხაზეთში აფხაზები, ოსეთში ოსები, საქართველოს აქეთ თბილისში და ძირითად ქალაქებში ქართველები და აი გვეგონა არაფერი მოხდა ის რომ პოლიტიკოსებმა ომი არის პოლიტიკოსების პური დაძაბულობა და დაპირისპირება არის პოლიტიკოსების პური პოლიტიკოსების პური და ხალხის შიფშილი აი ეს არის რეალობა ომი და დაპირისპირება 35 წელია საქართველოს ცხოვრობს ასე მე არ მინდა ძველზე დაკავშირებით ვისაუბრო ვამაყობ და ჩემი ბიოგრაფიის, ჩემი გვარის, ჩემი ოჯახის უმნიშვნელოვანესი მომენტია, როდესაც მე გენერალი ნაირაშვილი მეუბნება რომ ამ თვითმფრინავში არ უნდა შეხვიდე და მე იმ წისვე ყოველგვარი დაფიქრების გარეშე ვთქვი რომ მე პირველი შევალ ამ თვითმფრინავში, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი სხვანაირად არ არის. მე ასევე ვამაყობ იმით რომ როდესაც ყველამ დაიჩოქა ხონში, როდესაც დინარის პირზე ვიყავით, მე არ დავწექი და აი ჩვენი მოწინააღმდეგე სიკვდილის წინ სენაკელმა ძალიან საინტერესო პიროვნებამ თავის შვილს უთხრა რომ მე ესეთი საქციელი ფილმშიც არ მინახავს. ასეა ჩვენ დღეს სიცოცხლის ფასად, მაგრამ შიშით კი არა. აი სიძლიერით უნდა ვიყოთ, აი შინაგანი სიძლიერით, შინაგანი კულტურით და შინაგანი სიძლიერით. რა ხდება 4-ში საქართველოში? ხდება ის რაც 35 წელია ხდება. ერთი და იგივე სცენარი. რა არის ეს ერთი და იგივე სცენარი? ხშირად მithქვამს და გავემეორებ. გაიმარჯვებს ზალა, გაიყოფა, დაცხებენ ერთმანეთს, ხალხის ნაწილი გაიყოფა, ხან ესე იგი რა ეპიტეტებით არ ამკობენ, როცა ხელისუფლებაში არიან, ხელისუფლებიდან წამოვა იგივე პირი და უკვე გმირი ხდება, წამოვა კი არა გამოუშვებენ ბევრს, მე არ მესმის ხალხი ასე სიბნელით აძლევდეს ვთქვათ აი როგორც იტყვიან პოზიტიურ ეპიტეტებს და ხან თვალთხარიას ვეძახდით და მე გმირი გახდა. ასევე იყო ყველა. მე ვერ გეტყვით რომ საქართველოში დაპირისპირებაში რომელ მხარესაც უნდა იყოს, რომელიმე გონიერია, რომელიმე ღონიერია და რომელიმე გმირია. გავიმეორებ ამას. მე ვერ გეტყვით რომ როცა ქვეყნის შიგნითაა დაპირისპირება, დაპირისპირების რომელ მხარესაც არ უნდა იყო. ვერ გეტყვით რომ დაპირისპირებული მხარის რომელიმე პიროვნება გონიერია, ღონიერია, არ არსებობს ეს. არ არსებობს, ის მომავალზე არ ფიქრობს. იგი ფიქრობს სკამზე, ის მხოლოდ სკამის კაცია. ანალოგიურია ყველაფერი. ხვალ ჩვენ დიდი გადაცემა იქნება ალბათ, სადაც ბატონი თენგიზ დიხამინჯია, ბატონი გიორგი თავდგირიძე და მე სამნი ვიქნებით 4 საათზე ტელევიზია ქართულ ტივიზე. ბატონი გიორგი თავდგირიძე გადამდგარი თადარიგის ოფიცერია. ის პრაქტიკულად ჩართულია დღეს და ყველაფრის კურსია 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. მე განსაკუთრებული აზრი მაქვს და ეს განსაკუთრებული აზრი მინდა რომ კარგად იყოს მოსმენელი. ზოგიერთ რამეს დღესაც შევეხები. მე ხვალ მივდივარ იმ განწყობით რომ მე ეჭვმეპარება რომ იმაში არ მეპარება ეჭვი რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს. არც იმაში მეპარება ეჭვი რომ ნაციონალური მოძრაობა არ უნდა მობრუნდეს. მე არც იმაში მეპარება ეჭვი რომ ეს ხელისუფლება რუსეთს ებრძვის, როგორც ამბობენ და რუსული ხელისუფლება ესენი და ჩვენ ვართ ესენი. ყველანი ვინც იქეთ არიან ძალიან გამოკვეთილი რუსული მხარდამჭერები, რუსეთის მხარდამჭერები იყვნენ თავის დროზე. როცა გჭირდებოდათ სკამისთვის ბრძოლა, იყავით მაშინ რუსების მხარეს იყავით, როცა გჭირდება დღეს სკამისთვის ბრძოლა, დღეს უკვე რუსეთის მოწინააღმდეგეები ხართ. პარტიიდან პარტიაში მორბენალის ის ვინც რუსეთში გამდიდრდა და ქართულ პოლიტიკაში მე არავის არ მჯერა. ვინც არ უნდა იყოს იგი, ჩემი ძმა ახლობელი თუ ნებისმიერი. რუსეთში გამდიდრებული კაცი ქართულ პოლიტიკაში საქართველოსთვის სიკეთე არ არის. ასეთი უამრავია. ორივე მხარეს და ეს არ არის მარტო ბიძინა ავანიშვილი. რუსეთში ვერ მდიდრდები ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების მხარდაჭერის გარეშე და რუსეთში ვერ მდიდრდები ქართველი ქურდების მხარდაჭერის გარეშე. ეს არის ისეთი ორი
სიბინძურით, აი, სამთა კავშირი იქნება იმას, ვისაც უნდა ქართულ პოლიტიკაში გავლენების მოპოვება, შესაბამისად, მისი მხარდაჭერა, ის იღებს მხარდაჭერას რუსეთის ხელისუფლების და მდიდრდება და მას იცავს იქ ქართველი ქურდი და ეს სამთა კავშირი და ისინი ანგრევენ და ამღვრევენ ამ ქვეყანას. მე ვერც კი წარმომიდგენია, რომ ვიყო იმ ადამიანებთან ერთად, აი, რომლებიც გამდიდნენ რუსეთში, რომლებიც არიან ქურდებთან კავშირში, ქურდები აბსოლუტურად ყველა მსოფლიოს ყველა კუთხიდან დღეს რეალურად თუ არა და მოკლედ ამ პერიოდში არჩევნებამდე ჩამოვლენ, ისინი არ არიან მარტო ხელისუფლების მიერ, ყველა იყენებს მათ, ყველა აბსოლუტურად და ეს არის საშინელება რაც ხდება. მე ჯერ იმ ქურდს რა უთხრა, რომელიც არჩევნებში ერთვებოდა პოლიტიკოსთან არის კავშირში და იმ პოლიტიკოსს რა უთხრა, რომელიც ქურდთან არის კავშირში. მე ვერც კი წარმომედგინა, რომ საქართველოში სკამისათვის, ბრძოლისთვის გავყიდით ყველაფერს. ოჯახს, ახლობელს, მეგობარს, ქვეყანას, ყველაფერს. ფულის გულისთვის გავყიდით ყველაფერს. საქართველოში ვისაც ფული აქვს, ყველაფერს გაყიდის იმისთვის, რომ ეს ფული შეინარჩუნოს. საქართველოში ვისაც ფულის მოპოვება უნდა, ამ გზაზე, მკვდრებზე ივლის. ფეხით გადაივლის მკვდრებზე, გადათელავს, მაგრამ თუ ამის შანსი ექნება, გადათელავს, გადაივლის ყველაზე და გამდიდრდება. ეს არის კატასტროფული განწყობა, რომელიც ჩამოყალიბდა ქვეყანაში და ამიტომ მე ოდნავ არ მეპარებ ეჭვი იმაში, რომ ეს არის არა ბრძოლა საქართველოსთვის, არა ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ და რუსული გავლენების შესამსუბუქებლად ქვეყანაში. ეს არის ბრძოლა ხელისუფლების, ერთი ხელისუფლების შენარჩუნებისათვის ებრძვის და მეორე ხელისუფლების მოპოვებისთვის. რა თქმა უნდა, წინა გადაცემაში ვთქვით და პარლამენტის თავმჯდომარემ გაამხილა რუსეთს არ ვეშვებით, იმიტომ რომ ყოფილი საბჭოთა კავშირზე უარესია ევროკავშირი და ესენი ჩამოაყალიბა. სასაცილოა, ვითომ 2 წლის წინ როცა ზეიმობდით და ამბობდით, რომ ბედნიერები ვართ და ჩვენ შევიყვანეთ ევროკავშირში და უვიზო რეჟიმი, ესე უცბად რატო გახდა? ან კიდევ ამერიკასთან ურთიერთობით რომ ამაყობდით. მე მესმის ამერიკის პრობლემები საქართველოში. წინა გადაცემაში ვთქვი და გავიმეორებ. ამერიკის პრობლემები არის საქართველოში, რომ ის იმ ხალხს აფინანსებს, რომელთაც ქვეყანაში ავტორიტეტი არ აქვს. ის იმ ხალხს ეკნობა, რომელთაც საქართველოში ავტორიტეტი არ აქვს. არ უყვარს ეს ხელისუფლება, მაგრამ იმ ადამიანის, იმ ქვეყნის მიმართ ვერ იქნება კეთილგანწყობილი, რომელთა წარმომადგენლები საქართველოში ის პიროვნებები არიან, რომლებიც ლაპარაკობენ ამერიკის და ევროპის სახელით. ეს გაინადგურეს, ავტორიტეტი გაინადგურეს ევროპამ და ამერიკამ, ვინ ლაპარაკობს მათი სახელით ქვეყანაში. საერთოდ როცა შენ ქვეყანაში რაღაც გავლენის მოპოვება გინდა და იქ ფულით აძლიერებ, რა თუნდა ეხლა ამას თქმა, რომ აქ დიდი ფული ტრიალებს არჩევნების წინ, არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის და ბიუჯეტის ფული ემსახურება ხელისუფლებას, ხოლო გარედან შემოსული ფული ემსახურება ოპოზიციას. საქართველოს ღუპავს არა უფლობა, არამედ ღუპავს ფული, მაგრამ ის ფული, რომელიც არჩევნებში და პოლიტიკაშია. ფული განათლებაში არ არის, ფული კულტურაში არ არის, ფული არ არის სოფელში, არ არის ეკონომიკაში, არ არის სოციალურ სფეროში, არ არის ბევრგან 15, 16, 17,000 ლარი აქვს ხელფასი დეპუტატებს, ყველაფრის ჩათვლით 1 მილიონი ლარი უჯდება, ერთი დეპუტატი 1 მილიონი ლარი უჯდება ქვეყანას წლის განმავლობაში. და ასე იგი პენსიონერი გაგეცინებათ. ერთი პენსიონერი უჯდება 5,000 ლარამდე. აიღეთ წლის განმავლობაში 350 გადაამრავლეთ 12-ზე და 5,000 ლარის პარგლებშია, 5,000-ზე ცოტა მეტი. ესე იგი 1 მილიონი ჯდება ერთ დეპუტატი და 5,000 ლარი ჯდება ესე იგი პენსიონერი. და პენსიონერზე რატო ვაკეთებ ხაზგასმას? იმიტომ რომ ის სიმდიდრე რომელიც ქვეყანას ჰქონდა, ეს ამ ხალხის შექმნელია. ყველაფერი რითაც გამდიდრდით თქვენ და მილიონერები გახდით, ამ ადამიანების შექმნელია. ვინც ეს შექმნა ყველაფერი, ისინი მათხოვრება დააქციეთ. და მე შემთხვევით არ ვამბობ, რომ არჩევნები საქართველოში სამწუხარო რეალობაა. ეს არჩევნები საქართველოში ეს არის ბიზნესმენთა გაფსკვნა, გატყავება არჩევნების წინ ხალხის მოტყუებისთვის და არჩევნების შემდგომ ხალხის გატყავება
ბიზნესმენების გამდიდრებისა და ხელისუფლების გამდიდრებისთვის. ესაა საქართველოში არჩევნები. ეს ვიდრე ხალხი არ გააცნობიერებს ამას და ვიდრე არ მივეხმარებით ჩვენ ყველას, ხალხს არ მივეხმარებით ამაში. ვიდრე ერთ ტელევიზიას მაინც არ შევქმნით იმისას, რომ ვთქვათ, ასეთ რამეებზე ლაპარაკობდეს, მანამდე ეს ქვეყანა არ შეიცვლება. მე არ ვიცი, ხვალ ალბათ მოისმენთ ბევრ ამას, მე წინასაუბრები რომ ვიცი და ვიკითხები ფული საიდან გაქვს, ისინი ემიგრანტები გიგზავნიანად. თქვენ კაი ადამიანი შვილებო, მერაბ ბერძენიშვილის ტელევიზია, რეზო ჩხეიძის ტელევიზია, რომ ესე იგი ანზორ ერქომაიშვილის, გივი თოიძის, ომარ ხეიძის, ვინგი არნოლდ გეგეჭკორის, გიგა ბათიაშვილის, გურამ დოჩანაშვილის, ჭაბუ ამირეჯის მონაწილეობით, ვინ გინდათ უფრო დიდი ხალხი, ისინი იდგნენ ტელევიზია ქართული სათავეებთან და ერთი ლარის გადმორიცხვა გიჭირს და იმას, რომ ქვეყანა დააქციონდა რუსთაველზე, ესე იგი 2 მტრიალი ატყდეს, ამისთვის ფულს აგზავნიეთ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. არავინ არაფერს არ გთხოვთ, არავინ არაფერს არ გეხმეწებათ, მაგრამ ვინც ამას აკეთებთ, დაფიქრდით, ხელისუფლების შეცვლა შეიძლებოდა იმ მექანიზმებით და შეიძლება და მოხდება კიდევაც იმ მექანიზმებით, რომელიც მეცნიერთა კონგრესშია. უნდა იამაყოს ყველამ, ვინც მეცნიერთა კონგრესის პოზიციას იჭერს და ყველა ადამიანი ძალიან ბევრი შეკრებები მაქვს, შეხვედრები მაქვს, უკითხავთ იმ დოკუმენტებს, რომელიც ჩვენ გვაქვს, აღფრთოვანებულია ხალხი, გვეუბნებიან, რატომ არ ვიცოდით აქამდე, რატო არ არის ხალხი, რას ვაკეთებთ ჩვენ ყველანი, არა გვაქვს უბრალოდ ერთ ტელევიზია, რომელიც ყველა ოჯახს შედიოდეს, რატომ არ ვიბრძვით იმისთვის, რომ სხვა ტელევიზიებმა თუნდაც მოვთხოვოთ, ფულს უგზავნით, რაღაცას აკეთებთ, მოთხოვოთ, რომ ესე იგი დრო მიცემ, რას ვითხოვთ, თვეში, კვირაში 1 საათი, მიეცით 1 თვის განმავლობაში 4 გადაცემაზე ლაპარაკი, ხომ? 4 გადაცემა იმ ტელევიზიებში, რომლებიც ხელისუფლებო და ოპოზიციური ტელევიზიებია. და ვნახოთ მე როგორი განწყობა იქნება ხალხში. ამას არ აკეთებენ, თქვენივად აფინანსებთ. იმ ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს ჩვენი ყველა დოკუმენტი. მე ხვალ ძალიან მწარე საუბარს ვაპირებ. და ნახავთ ამას ბატონ გიორგი თავდგირიძესთან, იმიტომ რომ გუშინ მოვისმინე მისი გამოსვლა ესე იგი ფორმულაზე და მინდა ვთქვა, რომ კი, მაგრამ ვინ არის პრესმდივანი იყო აბაშიძის, იმაზე დიდი რუსი ქართულ პოლიტიკაში არ ყოფილა, ვიდრე აბაშიძეა და აგერ ხო ხედავთ, როგორ წარმატებული წყალებში წარმატებული ბიზნესმენია და როგორ უვლიან ეფერებიან და როგორ იმაშვებიან მაშინ რა ქვია მოსკოვში. მე რატო ვიყავი დაპირისპირებული აბაშიძესთან? დაპირისპირებული ვიყავი ამის გამო და იმის გამო, რომ რუსეთთან იყო ფერქვეშ გაგებული და რომ საქართველოს ეკონომიკას კლავდნენ, საზღვრები რომ მოშალეს თურქეთთან, პროდუქცია რომ შემოდიოდა. სად იყო მაშინ ბატონი თარგამაძე მაშინ პრეზმდივანი იყო და იწყებდნენ და ამთავრებდნენ თემურ შაშიაშვილის გინებით და ევროპის რეგიონთა ასამბლეაში შესვლას ევროპის 290-მა რეგიონმა მხარი დაუჭირა და ერთი რომელიც წავიდა წინააღმდეგი აჭარა იყო. ვიმეორებ, ევროპის 290-მდე რეგიონზე მეტმა რეგიონმა მხარი დაუჭირა. ერთადერთი იყო წინააღმდეგი, ერთადერთი. და ეს იყო აჭარა. პრეზმდივანი თარგამაძე იყო. თუ არ ვთქვი, მაშინაც იქ იყო. ასე იბრძოდით რუსეთისთვის, ასე მებრძოდით მე და დღეს გახდით ახლა თქვენ ასე რუსეთის წინააღმდეგ დიდი მედროშენი. მე ვიცი თქვენ რაც არის, რისთვისაც არის და რა ფინანსები მოდის ტელევიზიებში, სხვაგან. მე ამას ხაზგასმით რატო ამბობ? ნიშნის მოგებიდე, ბოდიში მაინც მოუხადეთ ქართველ ხალხს. ბოდიში მაინც მოუხადეთ. მე არ მინდა თქვენი ბოდიში. ასლან აბაშიძის თელმა განემოცვამ, ასლან აბაშიძისთვის რომ ესია მოუნებინათ, ჩემი ლანძღვა იყო დღე და ღამე. და რას არ ამბობდნენ, რას არ წერდნენ და რაღაც ჯარები და ისინი მქონდა თურმე შექმნილი და სამეგრელოზე თავდასხმა მინდოდა ატყუებდნენ ხალხს. ყველაფერს რომ მაგრად არ დავმდგარიყავი და პროკურატურაში და სხვაგან არ შემეტანა, ედან შევარნაძისთვის წარედ არ მომეთხოვა და არ გადავმდგარიყავი ამის გამო. და მე მქონდა ჩემი მე გული მწყდება ბევრ რამეზე ცოცხალი იყოს დღეს შევარნაძე, მე ვიცი, ვთხოვე ერთხელ, როდესაც გადადგა, მაშინ მივედი და უთხარი, ეხლა დავჯდეთ ტელევიზიით და ვისაუბროთ მეთქი, მაგრამ უარი თქვა. წასული ეხლა ეგ ამბავი, მაგრამ მე ვამბობ ერთ რამეს. აგერ არის პრესა, ტელევიზია, აიღეთ. საიდან იყო 98 წელში ამბოხი რომ მოდიოდა იქედან? საიდან იყო ეს ამბოხი? ეს ამბოხი მოდიოდა აჭარიდან. ბატონი აბაშიძე იყო ყველაფერი ამის ხელმძღვანელი. ბატონი თარგამაძე მაშინ
იქ იყო დღეს მელაპარაკებით ამას არ გწვენიათ რას აკეთებთ და ყველა ჩაგრავთ იმ ადამიანებს რომელსაც ყოველთვის ორი პოზიცია ეჭირათ იმერეთს ქუთაისს ყოველთვის ორი პოზიცია ეჭირა ეს იყო ჩვენი სიძლიერე მაგრამ ამით არავის არ უპირისპირდებით თქვენ ყველანი გადათელეთ ყველა ლანძღეთ საქართველოს ეკონომიკა წაშალეთ საზღვრები იყო მოშვებული და თურქეთთან შემოდიოდა მოიწამლა ხალხი საქართველოს მოსახლეობა მოიწამლა მე ამას ვებძოდი ოტე იოსელიანი და რეზო ჭეიშვილი იდნენ ქუჩაში რომ თურქეთთან შემოსული პროდუქტები არ გაყიდულიყო ბაზარი დავხურეთ ბაზრობები დავხურეთ იმიტომ რომ თურქული საქონელი იყიდებოდა და 1997 წლის 1 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა აქცია მოგვიწყო მთელი საქართველოს ბაზრობების ქუთაისში თქვენ რას ლაპარაკობთ ხალხო და რა გაქვთ დღეს ამისინი მე ვიმეორებ რომ მადლობა ქუთაისს მადლობა იმერეთს რომ არ მომცეს უფლება იმისა რომ შეცდომა დამეშვა მადლობა ყველას მეცნიერს და ხელოვნების და კულტურის მოღვაწეებს რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის რომ მე კი არ ყოფილიყავი უფროსი არამედ მე ვალდებული ყოფილიყავი რომ ესმინა მათთვის და სწორედ ეს იყო ის შედეგი რომ აბა მითხარით აგერ არის ყველაფერი ნახეთ ვის ქონდა 5-6 მეტი ხელფასი რომელ რეგიონში იყო თბილისზე მეტი ვაჭარაზე და სხვაზე მეტი სად იყო ქუთაისის გარდა ან სად იყო უგამოსტო მიიღება სად იყო ყველაფერი ზაზე ჩვენ ვლაპარაკობთ და აი ამ დღეებში წირა იმაში ვთქვი და ვიმეორებ რომ ვერავინ ვერ აკეთებს იმას რომ აი შედგეს ერთ შეხვედრა და ვილაპარაკო იმ 150-მდე რამეზე რომელიც ქუთაისში იყო საბავშვო ბაღების სადმე დამოკიდებულებით მისაღები გამოსდებია უნივერსიტეტებში $500 შესაბამის კუპონს და მე ლარს მე უხდიდი და ვაფინანსებდი სტუდენტების სწავლებას და სად იყო ეს 500 კლასს პირველ კურსი ერთ უნივერსიტეტში მეორე კურსში დღეს არ არის უფასო სწავლება საქართველოში მაშინ შემძელით ეს როგორ იყო ამას ებძოდით ვინც ამას ებძოდით და ვისაც გინდოდათ ეს დაგემარცხებინათ და ვინც რუსეთთან იყავით ჩეკრულები და როდესაც მე არავითარი ისინი არ გავიგე დღეს ისევ თქვენ ხართ არ დადგა ჩვენი დრო არ დადგა იმ ადამიანების დრო რომლებაც წესიერად და პატიოსნებით გამოიარეს ჯერ იყო და რჩება იმ ადამიანების დრო რომლებაც ითამაშეს იქეთ აქეთ როდესაც უნდათ ესე იგი რუსეთთან არიან როდესაც უნდათ რუსეთს დამძღავენ მე ყოველთვის ვიყავი სად იყავით მაშინ როდესაც რუსულ სკოლებს ვაუქმებდი და მაშინ წერდით იმას რომ ეს არ შეიძლებაო მე რუსულ სკოლებს ვაუქმებდი იმიტომ კი რუსეთს ვებძოდი ამას მე ეხლა დღეს თქვენ რო გაგეკეთებიათ ამაზე ეტრაბახებდით არა ამიტომ არამედ იმიტომ რომ საქართველოში უნდა იყოს ქართული სკოლები გაზლიერებული ინგლისურით გერმანულით ფრანგულით რუსულით იტალიურით რომელიც გნებავთ მაგრამ ქართული სკოლა ჩვენ წავშალეთ განათლების გამო ჩვენი ქვეყანა ხმას არ იღებთ ამაზე და ყველანი არიან ბრძოლად მე გავაანალიზე საარჩევნო პროგრამები აბა ვინმე თუ ლაპარაკობს ქართული მიწარა მდგომარეობაშია არა მარტო იმით რომ მივკიდეთ უცხოელებს არა მარტო იმით რომ ხუმუსი გავეცით მოწამლულია თურქეთიდან შემოტანილი საწამლავებით და ჩვენთან 1 გექტარზე 20 ჯერ მეტი საწამლავი იყრება ანუ სასუქი საწამლავი ქიმიური პესტიციდი იყრება ვიდრე ეს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ვწამლავთ ქართულ მიწას განადგურდა მიწა მოიწამლა წყალი მოიწამლა ჰარი მოიწამლა და ვინმე სადმე ნახეთ რომელიმე პროგრამაში აქვს რომ ქართული მიწა არ გადასარჩენი მე ვამაყობ იმით რომ მეცნიერთა კონგრესს აქვს ყველაფერი ესენი ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია მე არ მინდა ძალიან დეტალებში ხვალინდელ გადაცემას ნახავთ ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით როგორი უნდა იყოს ეს და წინა გადაცემაში ვილაპარაკე ყოველთვის მართალი აღმოჩნდა ჩვენი მოსაზრება რომ როგორ 48% მიიღეთ ოპოზიციამ რა გინდოდათ მეტი შესულიყავით პარლამენტში 48% დღეს ეს ხელისუფლება არ იქნებოდა ეს ხელისუფლება გააძლიერეთ თქვენ მას აწყობდა რომ არ შესულიყავით თქვენ და მისი შეასრულეთ დღეს როგორც იქცევით ესეც აწყობს ხელისუფლებას იმიტომ რომ ხალხში აზრი როგორია არ უყვარს ამერიკა და ევროპა საქართველოში ბევრს იმიტომ რომ ვისაც ამერიკა აფინანსებს და ვინც ამერიკის სახელით გამოდის ესენი უავტორიტეტო ადამიანები არიან ატყუებენ ხალხს გუშინ წინ ძალიან კარგად გითხრა ერთ-ერთმა ექიმმა გორში ძალიან საინტერესო და კარგმა ერთ კარგ შეხვედრაზე რომ ესენი რომ იბრძოდნენ აი რომ ამობენ აი ამ ესე იგი ერთხესიანთა ქორწინება და ამ იმგენის წინააღმდეგ რომ იბრძოდნენ და ამ LGBT-ს წინააღმდეგ რომ იბრძოდნენ ფტორს წყალს არ გაუკეთებდნენო წაიკითხეთ თითქმის ყველას ვორი რომელიღაც სახეობაა სასმელი წყალი ფტორი რომ არ აწერია
სასმელი წყალი თბილისში, ქუთაისში ყველგან რომ გვაქვს, ესე იგი მას ფტორს უშვებია. ფტორი ეს არის, რომელიც აქვეითებს, ესე იგი დემოგრაფიაზე მოქმედებს. პირდაპირ და ძალიან კარგად მითხრა ამ რამდენიმე ხნის წინ ნინო ჩხობაძემ და ჩვენ ვემზადებით მასთან ესე იგი ინტერვიუსთვის, იმიტომ რომ მან თქვა რომ სექტემბერში ჩვენ დავასრულებთ ჩვენს ძალიან დიდ კვლევას, რომ საქართველოში შემოვიდა კვების პროდუქტები ისეთი, რომელიც პირდაპირ დემოგრაფიაზე მუშაობს, პირდაპირ ესე იგი აი ოჯახის შექმნის განწყობების საწინააღმდეგოდ რომ მოქმედებს. ასეთი კვების პროდუქტებია. ფტორი ერთ-ერთი ასეთია. კი, მაგრამ ხელისუფლება რომ გაიძახი LGBT-ო, ფტორი ვინ შემოიღო, რატო გაქვთ ფტორი, რატო წამლავთ წყალს, რატო მებრძვით ადამიანებში იმას, რასაც გამრავლება ქვია და რატომ გინდათ რომ დააქვეითოთ, ესე იგი, ქართველ კაცებშია ის განწყობა, რომელთაც ოჯახები იქმნება. კატასტროფაა ეს ყველაფერი, რაც ხდება, კატასტროფა. მაგრამ ეს თქვენ ეს საუბრები გჭირდებათ, ეს ურაპატრიოტიზმი, რომლითაც ლაპარაკობს ხელისუფლება, ჭირდება იმიტომ, ხალხი მოატყუოს და ხალხმა იფიქროს, ხედავთ როგორი ხელისუფლება გვყავს. კი, მაგრამ მე შევიტანე კონსტიტუციაში ევროპა და ნატო, თუ მაშინ არ იცოდით როგორი იყო. მე ვტრაბახობდი იმით, რომ აი აგერ 2 წლის წინ განაცხადი შევიტანეთ, 2 წლის წინ, 3 წლის წინ შეიტანეთ, განაცხადი მივიღეთ ევროკავშირშიო. მე და ვტრაბახობდით იმით, რომ ჩვენ გავხსენით და ეს იყო თქვენი თავარი ისა, რომ ჩვენ უვიზორი, ეხლა ლაპარაკობთ, მე რა არ უვიზო იმას თუ დავკარგავთ. როდის ხართ მართალი? როდის? მაგრამ თქვენ მართალი ხართ ერთ რამ, რომელშიც ხალხმა ვერ ირწმუნეს. თქვენ სკამისთვის იბრძვით და ჩვენ ვერ დავინახეთ ეს, მე კი დავინახე, ბევრმა დაინახა, მაგრამ არ არის საკმარისი. ყველამ უნდა დაინახოს. ხელისუფლება იბრძვის სკამის შენარჩუნებისთვის და მისივე მსგავსი ოპოზიცია იბრძვის სკამის შენარჩუნებისთვის. სკამის მოპოვებისთვის. ამ ბრძოლაში ორივეა გაბოროტებული და ორი გაბოროტებული ძალა ეტაკება ერთმანეთს. როცა ორი გაბოროტებული ძალა ეტაკება ერთმანეთს, სიკეთეზე არ უნდა ვიფიქროთ. არ არსებობს, გითხარით, აგერდებს ყველა დოკუმენტი ჩვენი, ესე იგი 2000 ჯერ კიდევ სააკაშვილის პერიოდიდან მოყოლებული არ არსებობს. ჩვენ სხვა პოზიცია არ გქონია, რომ ნაციონალური, როცა მარტო ნაციონალური მოძრაობა იყო, ამბობდით, რომ ნაციონალური მოძრაობა არ არის საქართველოს მომავალი. მოვიდა ოცნება, ვთქვით, რომ არც ოცნება, არც ნაციონალური მოძრაობა არ არის საქართველოს მომავალი. პირველივე დღეებიდანვე ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში შემოსვლა იყო შეცდომა. მისივე შეცდომა და ვინც ის შემოიყვანა. კი ბატონო, ძალიან ბევრი ახლა მათი ფულით საზრდოობთ და იქნებით ჩემს იმას დაეტაკებით და დაეჯახებით, მაგრამ არა უშავს. გავადრო და უფრო მეტად და გავადრო და შთამომავლებები იტყვიან იმას, რომ ეს იყო ყველაზე ბნელი პერიოდი საქართველოში, როდესაც პრაქტიკულად ფული ბატონობდა ქვეყანაში და არა სული, როგორც ამას გურამ ქართველიშვილი ამბობს და მიხარია ამ დღეებში გურამ ქართველიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ შიშველი ხელებით გადაიღო, გააგრძელეს საქართველოს ისტორია, არავინ არაფერს არ ეხმარება, აფინანსებენ უბედურებებს, გარედან ისინი რა ქვია უცხოეთში მცხოვრები ქართველები და იმასაც ქართული არ აფინანსებენ. რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი ქართული, ვიდრე რასაც აკეთებდა გურამ ქართველიშვილი, გააგრძელეს საქართველოს ისტორია, უნიკალური ფილმები გადაიღო. რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი, რომ მერაბ ბერძენიშვილი და რეზო ჩხეიძე, ანზორ რკომაიშვილი და ეს ხალხი რო ჩამოუთვალეთ წეღან დგანან ტელევიზია ქართულის დაფუძნების წინ და მე ადამიანურად ვზნობ ვალდებულებას, რომ ის ტელევიზია, რომელიც ამათ დააფუძნეს და რეზო ესე იგი ბატონმა მერაბ ბერძენიშვილმა არაერთგზის ვითხრა, აი რაც არ უნდა მოხდეს ქვეყანაში, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, ყველა ქართველთა მოდღმამ თაობება უნდა იცოდნენ, რომ ერთი ქართული ტელევიზია უნდა იყოს და საქართველოს გადარჩება. თუ ერთი ქართული ტელევიზია იქნება საქართველოს გადარჩებაო. თქვენ რომელ ქართულ ტელევიზიაზეა ლაპარაკი? რომელი ქართული ტელევიზიები ესენი ძაბავენ სიტუაციას? საშინელებაა ეს ყველაფერი რაც ხდება. ვისგან ფინანსდება ესენი? ვინ არიან ესენი? ვინ მითხარით ერთი ქართული სულის ადამიანი, რომელიც აფინანსებს ამ ტელევიზიებს? სოროსია ძალიან ბევრ ამაში, ბანკებში, ამ პარტიებში, ამ ტელევიზიებში. სოროსის დაფინანსებული ქართული იქნება ხალხო. ბედნიერი ვარ, რომ არასდროს არავით არ კავშირი არ მქონია და არასდროს
სოროსის და დავითარი დაფინანსებასთან საქმე არ ქონია, ვინც სოროს დაფინანსება მიიღო, ვინც ბიძენევანიშვილის დაფინანსება მიიღო, ვინც მიხეილ სააკაშვილის დაფინანსება მიიღო, ვინც გარეძალების დაფინანსება მიიღო, ისინი ქართულ საქმეს ვერ გააკეთებენ. საქართველოს ტრაგედია იყო და არის გარედან მართული პოლიტიკოსი, გარედან მართული პოლიტიკური ძალა, ტელევიზია, არასამთავრობო ორგანიზაცია. ეს იყო ამას ვლაპარაკობთ 20 წელია. რაც კი არსებობს მეცნიერთა კონგრესი და რაც კი არსებობს მეცნიერებისადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება გარკვეულ ჯგუფში და არის ასეთი არსებობენ ასეთი პოლიტიკოსები, რომლებსაც ეს განწყობა აქვს და ვერ შევცვლით, იმიტომ რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ მეცნიერებაშია. არავით არის პარტიები, არავით არის ესენი გადმოტრიალებები. მე უბრალოდ მიკვირს ესე იგი და ბურჭულაძის აქტივობა. იმღერე რა, სენაზე წადი და იმღერე. რა იცი პოლიტიკა? რა ბიძინიავანიშვილთან მაშინ ხმოსახთაცებით რომ მივარდი და გამოდი გარეთ და აქებდი და ადიდებდი. შეიცვალა ბიძინიავანიშვილი. ბიძინიავანიშვილი არ შეცვლიდა. არ მოგცათ ის 2 მილიონი, რომელიც თვითონ თქვა და ეხლა უკვე აღარ ვარგა თქვენთვის. თქვენ ფულზე ხართ ორიენტირებული. ფული გიყვართ თქვენ ყველას. და ამ ფულმა გააფუჭა პოლიტიკური სიტუაციაც და ბიძინიავანიშვილმა ბიზნესად აქცია ესე იგი პოლიტიკა და ვაჭრობის ჩარჩულ მოედნად იქცა ქართული პოლიტიკა დღეს ესეთ სიტუაციაა. ბოლშევიკების მერე საქართველოში ამდენი რო არსად არ უმუშავნია და არავითარი გამოცდილება რო არ აქვს, ამდენი პოლიტიკოსი და პარტიის ლიდერი არ იცის, რომელიმე სახელმწიფო ეს მხოლოდ საქართველოა ასეთი. ეს არ არის კარგი სპონსები და არ არის კარგი სპონტანი. ეხლა ვინმე იტყვის, რას თავაზობთ თქვენ, როდესაც ვლაპარაკობთ ამაზე, ჩვენ თავაზობთ ეროვნული თანხმობის ხელისუფლებას. ეხლა იტყვის ვინმე, კი მაგრამ ეს რა პრობლემა იყო ეს, ჩვენ რომ შევერთებოდით, აიგერ მაქვს აი გაზეთი. ესე იგი 18 წელში 7 წლის წინ პირველი წერილი გაეგზავნა ბიძინიავანიშვილს, გაეგზავნა პოლიტიკურ პარტიებს. გაეგზავნა აი რა წინააღმდეგები უარყვეს პარტიებმა. 20 წელში 100,000 სალამდე დავარიგეთ ასეთი, რომ გავაგზავნეთ პარლამენტში და სხვაგან დაწვეს. იმიტომ რომ ვარ ენახათ, ბევრი ვინმეს ვარ ენახათ. ბიძინიავანიშვილმაც მიიღო 20 წელში მიიღეს გურამ ხშირად ვამბობ ამას, ესე იგი ჯუმბერ კოპალიანმა ამ უნიკალურმა პიროვნებამ ეროვნულმა კაცმა მიიტანა მივიდა ესე იგი ნათელაშვილის ოფისში რომ იკრიბებოდნენ და გადაცა ეს წერილი ისევე როგორც ლუარანის ჟარანძემ მეცნიერების დოქტორმა ესე იგი ერთ-ერთი ჭკვიანი ძლიერი მოქმედი ქალბატონი გახლავთ და იძულებულია რომ თავისი ახლობლებისა და ოჯახის გადასარჩენად იტალიაში იყოს და მართლაც ამ ქვეყანას აქ რო ჭირდება ეს ქალბატონი. აი მან მიიტანა ბიძინიავანიშვილთან და ჩააბარა ოფისში. მერე რა 5-6-7 წლის წინ ჩაბარებული ესენი უარყავით. 5-6-7 წელია კი არა, 15 წელია ბევრ ამაზე გეხვეწებით, რომ აგერ დაიწერა მოქმედების მანიფესტი ერთი სამშობლო ერთიანი გაერთიანებული სახელმწიფო. ვინ მოაწერეს ხელი? მერაბ ბერძენიშვილით მოყოლებული, დამთავრებული რომანულურად არიელ ხარხელაური და აღსეთმა ხალხმა მოაწერა ხელი. რეზო ჩხეიძე და ყველა ესენი. და ვეუბნებით რომ განიხილეთ რა ეს? არა. გელათში მიიღეს ეროვნული სახელმწიფოების დოქტრინა ამდენი წელია. განიხილა ვინმე? არა. მიიღეს ესე იგი ძალიან სერიოზული წრილობა ჩატარდა ემიგრანტების რამდენიმე წლის წინ. გაუგზავნეთ დოკუმენტები, ვინმე რამე პასუხი მიიღო? არა. დაიწერა წიგნი გზა ცივილიზებული სახელმწიფოსგან, პროგრამული დოკუმენტი. ასეთი დოკუმენტი არც გამოსულა. 18 წელში გამოვიდა ეს წიგნი 7 წლის წინ. დაურიგდა ყველას. ვინმე რაიმე ესე იგი და რა თხოვნა არის წერილებზე მიდიოდა რომ შევიკრიბოთ და განვიხილოთ რა გიწერია ამაში და ნახოთ არა წერილი რომელიც აგერ დოკუმენტი რომელიც გელათშია მიღებული ახალი განზომილება რა შემცალოდ რო გადავჭეთ ამას ხშირად ვაჩვენებ ეხლა არა იმიტომ რომ უნდა ვიტრაბახოთ ამით მეცნიერებმა გააკეთეს ეს და მადლიერები ვიყოთ ამ ხალხის მიმართ ხელებ დაკაბიცებულმა შიშველი ხელებით კონი ადამიანებმა აი ესეთი შექმნეს ეს ვებერცელა წიგნი საქართველოს ინტეგრალური რესურსები რისი პრობლემია 15 წელზე მეტია ვეხვეწებით როგორც წინა ხელისუფლებას ამ ხელისუფლებას რომ დავწეროთ რა პოტენციალი გააჩნია ქვეყანას მოდით მეცნიერებს ვიცით შეგვედა არა ჩვენ როგორც შეგვეძლო გავაკეთეთ ისე აი ასეთი რამეები და არაფერს არ იხილავენ ესე იგი არსებობს კონცეფცია ეროვნული თანხმობის პარლამენტი ეს ხელისუფლება დასრულებული იქნებოდა და ბიძინიავანიშვილიც მიხეილ სააკაშვილიც ყველა დღეს გადარჩენილი ეს ომი და დაპირისპირება არ იქნებოდა რომ წავსულიყავით ამ გზით არაფერი არც განიხილეს კარგი თუ გაქვთ უკეთესი მოიტანეთ ეს განვიხილოთ განხილვა არ გინდათ
ვერაფერს ვერ უარყოფთ. განხილვა არ გინდათ, იმიტომ რომ კარგადაა დაწერილი. მეცნიერების მიერაა გაკეთებული. თქვენ ეს არ გაწყობთ. რატო არ გაწყობთ? იმიტომ რომ თუ ამ დოკუმენტებს მივიღებთ თქვენ ხელისუფლებაში, ვერ დარჩებით და ვერც ის მიხვალთ ხელისუფლებაში, ვინც იბძვის ამისთვის. ეხლა ლაპარაკობენ, რომ უნდა შევქმნათ რაღაცა ტექნიკური მთავრობა, კი, მაგრამ წელიწადი კი 2 წელზე მეტია. 100,000 კაცთან დარიგდა ფურცელი, ადამიანები გამოდიოდნენ, გვარებს კითხულობდნენ, ამას ვაფრთხნებდით. აგერ არ არის თქვა 300-400 კაცის გვარი და ავარჩიოთ აქედან, მაგრამ არა, იქ უნდა პატა ბურჭულაძე უნდა გამოაცხადოს, რომ ჩვენ ვირჩევ, ვინ ხარ შენ და რა ტექნიკურ მთავრობას ირჩევ, რას აკეთებ, რატო ამასხრებთ ამ ქვეყანას, რატო ექცევით ასე? რატო ექცევით ასე ცივილიზაციის სათავეებიდან მომდინარე ცივილიზაციის სათავეებიდან იდგა საქართველო და მუდმივად ასეთი ქვეყანა იყო. ის იმას რა ქვია შეიხს ლამის ხელზე ემთხვია და დაუჩოქა ბიზინავანიშვილმა და პრემიერ-მინისტრი აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში მთავარი არის ბიზინავანიშვილი. კაც რომელსაც არავით არის თანამდებობა არ აქვს, მთავარი ამ ქვეყანაში. ეს არ არის შეურაცხყოფა მთელი ქვეყნის. ამას ვითმენთ, იმიტომ რომ იმას ფული აქვს. რისი ფული აქვს ჯერ ერთი და სადა აქვს ეს ნაშოვნი ფული და იმპულს უკან რა მოყვება და რა მოყვება იმპულს, რომელსაც აქ შემოდიან არაბები. ყოველ ფეხის ნაბიჯზე არაბი აღარ გვხვდება ქვეყანაში. დავით აღმაშენებლის ნამოღვაწარი გადავთელეთ ჩვენ. მესმის ეხლა რატო არ გვინდოდა ჩვენ აგვენიშნა დიდგორის 900 წლისთავი. რატო არ გვინდოდა დავით აღმაშენებლის 950 წლისთავი, 850 წლისთავი შოთა რუსთაველის. იმიტომ რომ ეს პრინციპები წავიდა ქართულიდან უკვე. ვის უნდა დღეს, ასე იგი, არაბების ბატონობა ტანკით ვერ შეძლეს, ხმლით ვერ შეძლეს, ვერაფრით ვერ შეძლეს ბატონობა და ფულით აკეთებენ დღეს და ამას მონებივით ეგებით ფერქვეშ. ეს არ არის საქართველო, დემამოსილი ხალხითაა სავსე ქვეყანა, ამას არ დაუშვებს. ხელისუფლებაში და ოპოზიციაში ასეთი ხალხი ხართ, მათხოვრები გაქვთ, მოგავთ ფული სოროსიდან, სხვებისგან, გითხოვთ 1000 ვინმესგან ამ ფულებს და აწყობთ ამ რევოლუციებს, ნახევარ ფულს ჯიბეში იდებთ. სამარცხვინო ეს ყველაფერი რაც ხდება ამ ქვეყანაში. ეს არავითარ რევოლუციები არ არის ჯერ ერთი, ეს არის რევანშიზმი. რევანშიზმია ის, რომ ერთი პოლიტიკური ძალა იყოფა და ერთს და მეორე დაამარცხოს. პირველ შელარჩულება უნდა მდგომარეობის, მეორეს დამარცხება უნდა. გააკმეს საქართველო, დააპირისპირეს ოჯახები, მეზობლები, მეგობრები. უკვე ქართულ ქეიფს აზრი არ აქვს ამისი ერთმა პიროვნებამ თქვა ესეთი რამ, რომ უკვე თამადის ინსტიტუტი ისპობაო, უკვე ქეიფი აღარ არის და როგორც კი შევალთო იმ წუთშივე მუსიკით და რატომ? იმიტომ რომ უკვე რეალურად საუბარი რომ წავიდეს და სადღეგრძელოებით ხალხმა შეიძლება ნახევარ საათში დახოცოს ერთმანეთი. და ამიტომ ჯობია რომ ყვიროდეს ის მუსიკა, ადამიანები ერთმანეთს ვერ ლაპარაკობდნენ. ისპობა ისაც ქართული ქვია ყველაფერს. ეს არის კატასტროფა. ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ იმას, რომ რა არის გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ იმაში, რომ არავითარი ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს. მაგრამ როცა ამბობს ის, რომ ჩვენ უნდა მოვიდეთ, ჩვენი ვინცით უნდა მოვიდეთ, შენი ხარ და რატო ვარ მე დარწმუნებული იმაში, რომ ის ვინც მოვა უკეთესი იქნება. ასე მოვდივართ ამდენი ხანია 91-92 წლების გადატრიალება, მერე კიდე მოვდივარ და უარესე მოდის. და სულ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ეხლა არ არის დრო ერთმანეთს დაუპირისპირდეთ. კი არ უნდა დაუპირისპირდეთ ერთმანეთს. სწორი გზა ავირჩიოთ. სწორი გზა არის მშვიდობიანი, ქართული. მარტივად შეიძლებოდა რა შემთავაზეთ ჩვენ პარტიებს. დღესაც გქონდა გარკვეული შეხვედრა გარკვეულ ჯგუფთან, ვინც იმას უჭერს ხარს, უთხარით ერთი რამ მარტივად, რომ მოდით ხელისუფლება არ უჭერს ხარს ეროვნული თანხმობის ხელისუფლების შექმნას. მოდით ჩვენ პარტიები, დიდი, პატარა, ინტელიგენცია, ყველანი მივიდეთ. ვერავინ ვერ წავა წინააღმდეგი ამ კონცეფციის. განიარაღებულია ყველა ისია, ყველაფერი ჩამოყალიბებული ამ კონცეფციაში. მეცნიერებათა აკადემიაში, სხვაგან სადაც არ მივიტანეთ, ყველანი ზოგმა პირდაპირ აწია ხელები და თქვა, სასაული რამეები წერია ამის წინააღმდეგი როგორ წავალთო. მე ვეუბნები, რომ მოდით ვაღიაროთ ჩვენ, ვინც ხართ ოპოზიცია, ჩვენ ხო გვეუბნებით, შემოგვიერთდი ივანიშვილის წინააღმდეგ საბრძოლოდ. ვინ არის ივანიშვილი, რომ ყველანი გავერთიამდეთ მის წინააღმდეგ გვეუბნები? რა შვაშია ეს? ჩვენ შევქმნათ იდეა, რომელსაც ხალხი დაუჭერს მხარს. იდეა არა გაქვს და იდეა არის დავამარცხოთ ეს ხელისუფლება და უნდა იყოს დემოკრატიული. ასე მოვიდა ყველა გადატრიალება, ასე მოხდა ქვეყანაში. ყველა რევანშისტული გადატრიალება. მე შეიცვალა რამევე. ყველა მთავრობა მის წინაზე უარესია. ყველა პარლამენტი მის წინაზე უარესია.
მე ყველაზე იდეური პარლამენტი იყო და ეროვნული პარლამენტი იყო გამსახურდიას პარლამენტი. ყველაზე პოლიტიკური პარლამენტი იყო შევარდნაძის პირველი პარლამენტი 92 წელს რომ აირჩიეს. და ეს ყველა შემდგომი პარლამენტსაც არ აუშავდა 95 წელს რომ აირჩიეს, მაგრამ იმის მერე მოდის და პრაქტიკულად პარლამენტში პოლიტიკოსები არ არიან. რატომ? იმიტომ რომ ფულმა აიღო სიმაღლე ქვეყანაში. ქვეყანაში სადაც ფული ხდება ბატონ პატრონი, იქ გონება დახშულია, იქ პროგრესი გაჩერებულია. ეს მოხდა ამ ქვეყანაში. რეალობა ეგ არის. ჩვენ გვინდა არ გვინდა ეხლა ვეფეროთ ერთმანეთს და აი ვილაპარაკოთ რაიმის. ჩვენ არ ვარ წინააღმდეგი, რადგან ეს რეალობა დადგა. დღეს ვეუბნებით და ეგ დღესაც და ამ დღეებში ვეთქვით, როცა მეცნიერთა კონგრესს მე ვთავაზობ, მეცნიერთა კონგრესის ჯგუფი, საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც არის და მე ვარ ხელმძღვანელი, განიხილება ასე წინააღმდება, რომ ჩვენ ვთავაზობ და ვეუბნებით. ჩვენ რომ შეიგრიბება ხალხი, იქ არავინ იფიქროს, რომ ეს მოვიდა ვიღაცის მხარდასაჭერად. არა, ძალიან ბევრი 90% იქნება ბიძინე ავანიშვილის წინააღმდეგი რომ არის და ძალიან დიდი ნაწილი 80% მაინც ვინც მივა იქნება იმის წინააღმდეგი რომ მოbrunდეს ნაციონალური მოძრაობა ან კიდე ის ხალხი მივიდნენ სათავეში რომლებიც რაღაც დღეს ყელყელაობენ. მაგრამ რეალობად ამ ხალხს დამცველი არ ახავს. ჩვენ ვთქვით რომ მეცნიერთა კონგრესი იტყვის სიტყვას სწორედ იმ ხალხის სახელით, რომელსაც არ უნდა ეს ხელისუფლება და არც ის უნდა რომ მოbrunდეს ვინც არის და ან ისინი მივიდნენ ხელისუფლების სათავეში, ვინც ყელყელაობენ დღეს. ეს უფრო დიდი ნაწილია საქართველოში. და რა ხელისაწევა უნდა მოხდეს რუსთაველის პროსპექტზე, როგორც გუშინ თარგამაძესა რაღაც სისულელეებში არიან, რა მოსაწვევი ბარათები რიგდება, ისინი ვის ეკითხებიან, ვის ელაპარაკებიან, ვისთან აქვთ ეს საუბარი, როგორ დააჩოქეს ქვეყანა და როგორ უნდათ რომ ხალხზე ფეხებით იარონ ზემოდან. ეს რა უბედურებაა ეგ ხალხს სახელით ლაპარაკობენ, ხალხის მხარეს ვართო და ქმედებებით ხალხს ებრძვიან და ეწინააღმდეგებიან ყველაფერში გაანადგურენ, გაამასყრეს. ქვეყანა გაამასხეს, საზოგადოება გაამასხეს, საქართველოსზე აღარ საუბრობს არავინ. ეს ხელისუფლების და ოპოზიციის დამსახურებაა. ოპოზიცია გარეთ დადის, რომ ჩაუშვას ხელისუფლება, სადაც კი მოქმედებს, ჩაუშვას ოპოზიცია. ესე ჩამშვებები ხართ ორივენი თქვენ. ჩამშვებები და გაბოროტდით ორივენი. ყველაფერი ამაში. ხელისუფლებისათვის, ხელისუფლების შენარჩუნებისათვის ბრძოლაში და ოპოზიცია ხელისუფლების მოპოვებისათვის ბრძოლაში. ვისაც უნდოდა საქართველო მას უნდა ესმინა მეცნიერებისთვის. კი ბატონო, შეიძლება არ მოგწონდეს. არ ვარ და ეროვნული სახელმწიფოების დოქტრინა გითხარი. დავარიგეთ ყველა პარტიაში, მივეც ხელისუფლებაში. რო დაელაპარაკები ყველა იწონებს კარგია. მე რა, კარგი როა მეტი არაფერი? პირიქით ჯობია გითხარ რომ არ ვარ ეს არ მომწონს და მოდი ვიკამათოთ. არც კამათობენ, ყველაფერი მოწონთ, მაგრამ არაფრის მიღება არ უნდათ. რატომ? იმიტომ რომ თუ ამ დოკუმენტებს მივიღებთ, თვითონ ვერ გახდებიან ხელისუფლებაში. აგლაპარაკი იმაზე კი არა რომ ქვეყანა წავიდეს წინ. აგლაპარაკი არის იმაზე რომ მე დავჩები ხელისუფლებაში და მე მოვალ ხელისუფლებაში თუ არა. რა შვაშია? და რა არის? შენ დარჩები არ დარჩები? ნახეთ როგორ აყენებ ეს საკითხს. თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, ასე იქნება. თუ ჩვენ დავმარცხდებით, ასე იქნება. რატომ ვარ მე დარწმუნებული იმაში რომ რომ გაიმარჯვოს ამას ვლაპარაკობს პაატა ბურჭულაძე იქნება უკეთესი. ვიდრე არის ოცნება. ოცნებაზე უარესი რა უნდა იყოს ვერც არ მომიდგენია, მაგრამ იმაზე უარესი იქნება. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე არ მივდივარ არჩევნებზე. და ამით გამოვხატავ ჩემ პოზიციას. და ვამბობ იმას, რომ ეს არ არის არჩევნები. ქვეყანას სჭირდება ერთი არჩევნები. ეს არის საპარლამენტო არჩევნები. იმ კონცეფციით, თუ გვინდა მომავალი, რასაც ეროვნული თანხმობის პარლამენტის შექმნის კონცეფცია ქვია. ეროვნული თანხმობის ხელისუფლებას შეუძლია გადაწყვიტოს მთავარი. პირველი, ის არ იქნება გარედან მართული და მეორე, ესე იგი, შეცვლის მართვის სისტემას. ამ ქვეყანაში მართვის სისტემა თუ არ შეიცვალა, ესე იგი, 100 ხელისუფლება რომ შეიცვალოს წლის განმავლობაში, აბსოლუტურად არაფერი გაუარესდება ყველაფერი. ერთადერთი მართვის სისტემა უნდა შეიცვალოს. მართვის სისტემის შეცვლის მთელი კონცეფცია ჩამოყალიბებულია. ყველაფერი დევს, ყველაფერი არსებობს. არავის განხილვა არ უნდა, არავის არ უნდა როეუბნებით რომ მოგწონთ თქვენ რომ აი მაგალითად მოსამართლეს სენაკში უნდა ირჩევდნენ სენაკელები. გადასარევია. თუ ვეუბნები რომ კი, მაგრამ ეს არის ამ ჩვენს დოკუმენტებში. რომ განათლების საბჭოს ხალხი უნდა ირჩევდეს. რომ ქალაქის მერი
არ ნიშნავს რომ უფროსია იქ თეატრის დირექტორის და სკოლის დირექტორის რომ ხალხის მიერ არჩეული საბჭოა არახების საბჭო როგორც ეს გარეთ დემოკრატიულ ქვეყანაშია გადასარევია კარგია რო ვეუბნებით იმას რომ სოფლის გამგებელი უნდა ავირჩიოთ შეიძლება რაიონის გამგებელი ნიშნავდეს იმას პირიქით უნდა იყოს სოფლის გამგებლები უნდა ირჩევდნენ რაიონის გამგებელს არ გადაბრუნებულია ყველაფერი ვეუბნებით რომ პოლიციის უფროსს ხალხი უნდა ირჩევდეს მაგალითსაც ვეუბნები აი მე ქუთაისში ვაკეთებდი ამას და იმ პერიოდში როდესაც მე და თარგამაძე დაპირისპირებული ვიყავი და თარგამაძეს უნდოდა რომ ქუთაისში რაღაც ყოფილიყო ისეთი რომ აი ხალხს ეთქვა რომ აი თამურ შაშიაშვილმა აიღო წესრიგზე პასუხისმგებლობა და აი შეხედოთ იქცევა ქვეყანაო მე ვამბობ ხმამაღლა ყველა აღიარებდა რომ ყველაზე უკეთესი წესრიგი იყო რატომ იმიტომ რომ ხალხი ირჩევდა პოლიციის უფროსს ხალხი ირჩევდა განათლების საბჭოს ხალხი ნიშნავდა ჩემს რჩეველს და რა ისე როგორც დღეს დინარაზე ამბობს რომ მე მოვდივარ ჩემი გუნდით საათ უშიშროებაში რამდენჯერმე ვთქვი და ახალი ხო უყურებს ბები გინახავთ მსოფლიოში ვინმეს ეთქვას რომ უშიშროებაში სადაც პროფესიონალიზმი ყველაფერს ნიშნავს რაღაცა და სად არის საქართველოში საერთოდ დღეს უშიშროებაში გუნდი რომ იყოს რომელიც შევა იმაში უშიშროებაში ეს ხო ყველაფერი არის სიცრუე სიყალბე ეს ხო ყველაფერი კორუფცია მიმასშტაბის კორუფცია როგორიც დღეს ქვეყანაშია წარმოუდგენელია და ხელისუფლების ცვლილება იმიტოა საჭირო რომ არც ნაცი არც ოცნება არ უნდა იყოს და იყოს ხალხის მიერ არჩეული ჩვენ მე ვეუბნები იმას ერთ-ერთ წინააღმდება ჩვენი წინააღმდება იქნება რომ აი როცა გვეტყვიან თუ მოგწევენ ჩვენ დროს ვეტყვით რომ მე დავიჯერებ მაშინ ამას როდესაც ვინც ხართ ორგანიზატორები და პოლიტიკური პარტიები უარს ვიტყვით არჩევნებში მონაწილეობაზე და ხალხს ვეტყვით დაასახელეთ ვინ გინდა თქვენ და გავაკეთოთ ერთიანი სია ესა ეროვნული თანხმობის ისახე მე უტრირებას ვაკეთებ და ის თქვენ თუ ისე პარტიებით უნდა მოხდეს ისე ამ პრინციპებით უნდა მოხდეს არჩევნები რა შეიცვლება ქვეყანაში არაფერი აი ამიტომ თავშივე იყო ჩადებული პირველი ის რომ მიცემ მეცნიერთა კონგრესს საშუალება რომ თქვა სიტყვა მეორე ის რომ თქვათ ყველა მოარი პოლიტიკოსმა ვინც ვარ დღეს რომ ვირჩევთ პროფესიონალთა ხელისუფლებას პიროვნებათა ხელისუფლებას კონცეფცია არ ვარ გაჩვენი შევიმუშაოთ ახალი რომ ჩვენ პარტიები ვიქნებით პარტიათა ასამბლეა შევქმნით და დავწერთ კონსტიტუციის ახალ პროექტს ვიდრე 4 წლით იქნება პროფესიონალთა ხელისუფლება პროფესიონალთა ხელისუფლების პოზიცია ის უნდა იყოს რომ საქართველოში მიღებული იქნას ნამდვილი ნაღდი არაპარტიული კონსტიტუცია არამედ ხალხის ინტერესების გამომხატველი კონსტიტუცია ყველაფერი საწინააღმდეგოდ უნდა წავიდეს ვიდრე პარტიები დღემდე აკეთებდნენ ან ვინმე ჩაფიქრებული აქვს ესაა მეცნიერთა კონგრესის პოზიცია როგორ არ ვიყო თქვათ გარკვეულწილად აგრესიული ამის იმაში და როგორ არ ვიყო უკმაყოფილო ყველაფერი იმისა რომ ადამიანები რომელსაც ფულის კეთების მეტი არაფერი უკეთებიათ კაცო ვაჩუქე ტერიტორია ქუთაისში და უთხარი რომ მუსიკალური ცენტრი გააკეთე მეც მოგეხმარებითო მე წავედი ქალაქის მეროვიდან და გაკიდა ის 30 თუ 50000 დოლარად და დღეს სათავეში უდგას მოძრაობას რო არ ამოვიღო ხმა ხალხი იტყვის რომ შენს კი იციან ქუთაისში რომ არ ვიქნებოდი ამაში მაგრამ რა უფლებით გაკიდე დაგებურლებია მაშინ ქუთაისისთვის და დაგებურლებია ეს თუნდაც ის ფული მიგეცა ოპერის თეატრისთვის მიგეცა ხელოვნების და კულტურის მოღვაწეებისთვის ჯიბეში ჩაიდეთ თქვენ ფულის ხალხი ხართ თქვენ ფულისთვის ყველას და ყველაფერს გაკიდით რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაზე გველაპარაკებიან სულთა რუსული სულის ადამიანები რა მე ვარ რუსული სკოლის წარმომადგენელი ამას სიამაყით ამბობდნენ ღერობდნენ წითელ მოედანზე მე არ ვარ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის მომხრე მაგრამ არც ისეთი სიბრმავით მინდა ვიყო რომ ეს ხელისუფლება რომელიც სულთა რუსულია თქვენ თვითონ რუსები ეძახდნენ მას რომ თქვენ ხართ რუსულია თქვენ ანადგურებთ რუსეთის ავტორიტეტს საქართველოში ერთიც და მეორეც არ ვარგე ეს საქართველოსთვის და ეს არის ყველა ვინც გაიაზრებს ამერიკის ავტორიტეტი გაანადგურეთ ევროპის ავტორიტეტი გაანადგურეთ ესე იგი რუსეთის ავტორიტეტი და ეხლა ხალხში არის აი არაბებს უაქვთ 6 მილიარდი 6 მილიარდი ჩვენ რო რაღაცა პროგრამა გქონდეს დაწერილი და გამოგვეცხადებია რომ აი ჩვენ ამ საქმისთვის გჭირდება ამდენი ფული არა ისინი მოდიან თავიანთი პროგრამით ამბობენ მე მეჩეთსაც ავაშენებ ამასაც ქართველებს ავიყვან და ვასწავლი ჩემთან არაბულ იმაში ანუ რა ამაში დახარჯავენ ეხლა ფული ეგირება იცით რა რომ ერთ სტუდენტი სწავლება საქართველოში ერთ უნივერსიტეტს დააფინანსებ იმდენი და ამაში წავა ეს 6 მილიარდი
და ვითომ, მაგრამ ფულს მოიგებს ვინ? 6 მილიარდის 1 მილიარდი, მილიარდ ნახევარი ჩაიდება ვიღაცის ჯიბეში. არავინ დღეს ფულს საქართველოში არც ამერიკა, არც რუსეთი აკეთებდა ამას, არც ევროპა, არც არაბები და არც ინდოეთი და არც ჩინეთი და არავინ ფულს არ ჩადებს, თუ მისი ინტერესი არ არის დაცული. საქართველოს ინტერესია განადგურებული. ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა არის ქართული ინტერესი. ქართული ინტერესი ჭირდება დაცვა. ჩვენ ვამბობთ, საქართველოს უნდა იყოს თანამშრომლობის ტერიტორია, თანამშრომლობის სახელმწიფო. ყველას უნდა კონდეს აქ ინტერესი, მაგრამ თავარი უნდა იყოს ქართული ინტერესი და ქართული ინტერესი უნდა ხდებოდეს სხვა სახელმწიფოთა ინტერესების ზრდება. ჩვენთან საქართველოში ან რუსული ინტერესი იყო გამოფებული, ქართული ინტერესი სად იყო, ან ამერიკული ინტერესი იყო გამოფებული, ქართული ინტერესი სად იყო, ან ევროპული ინტერესი იყო გამოფებული, ქართული ინტერესი სად იყო. მე მესმის ყველას ვინც აკრიტიკებს რუსეთს, მაგრამ მე არ მესმის იმათი, რომელიც აფეთიშებს ამერიკას. მე მესმის იმათი, ვინც აკრიტიკებს ევროპას, ამერიკას, მაგრამ მე არ მესმის იმათი, ვინც აკეთებს რუსეთს. არ არსებობს რომელიმე პოლიტიკური ძალა, რომელიც ამბობდეს, ქართული მხოლოდ ქართული გზაა, ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს. ამას თუ იტყვი და ან რუსეთიდან იმართები, ან ამერიკიდან, ან ევროპიდან იმართები, მით უფრო ყალბი ხარ. არავისგან არ უნდა იმართებოდე. ამ ქვეყნის უფროსი არის ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა, მიუხედავად ეროვნებისა. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა, როგორ ნახეთ რა ფულებს შეულობენ ადამიანები. მარნეულში თუ სადღაც დღეს რომელიღაც იმან ხაზარაძის პარტიის მერობის კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა ოცნების სასარგებლოდ. ფული იშოვა. აი ყველაფერი ამ იმაში აგერ იყო, ახალგაზრდებთან გამოდიოდა, ლანძღავდა ხელისუფლებას, დღეს სიებშია კახკალაძესთან და პორშეთი დადის. ფული იშოვა. მოღალატეები რომ გიყვართ ქვეყანაში, მოღალატეები რომ გიხართ, თვითონ ხარ მოღალატე. თუ არა ხარ მოღალატე სულის ადამიანი, როგორ შეიძლება მოღალატე მოგწონდეს? მე ვერ ვიტან ვერც ერთ პიროვნებას, რომელიც ბიძინე ამანიშვილის ფულზე იყო მიკერებული და მე ბიძინე ამანიშვილს განსხვავს, გაჩუმდი მაინც. ვერ ვიტან იმ პიროვნებას, ადამიანურად პოლიტიკოსებზეა ლაპარაკი, რომ ხალხთან რა ის ადამიანურად ყველას მიმართ კეთილად ვიქნები. მიხეილ სააკაშვილმა გაგხადა თქვენ. ვინ იქნებოდი თქვენ რომელიმე მიხეილ სააკაშვილის გარეშე და დღეს გამოდიხართ და ლანძღავთ მიხეილ სააკაშვილს, დავიწყებული გავთ ყველაფერი. ისინი და ასე ის ბიძინა ამანიშვილს ის დღეს გარდაცვლილია შევალაძე გამოდიან რაებს ლაპარაკობენ, რომლებიც ერთ წუთში ასე ჯედორდან ეუბნებოდი რა ამბავია ბჭოსი არ წვენიათ ქართულად მაინც მიმართეთ, ამდენი მონები იყვნენ, მონები. დღეს გამოდიან და შეუვარდი ედვარდ შევარდნაძეს, ეს უთხარი, ის უთხარი, გაოცებული ვარ. მე აი ვიმეორებ, რომ ეს ყველაფერი როდესაც ახალისებულია ქვეყანაში ჩაშვება, დასმენა, და როცა ამ ადამიანებს აწინაურებენ, იმ ქვეყანას მომავალი არ აქვს. ამ ქვეყანას ჭირდება სისუფთავე. ეს არის მეცნიერთა კონგრესის პროგრამები. მეცნიერთა კონგრესის პროგრამის მთავარი მიმართულება ღერძი არის ერთი. საქართველოს ხელისუფლებაში როცა ეს მართვის სისტემა შეიცვლება და ახალი კონსტიტუცია იქნება მიღებული, საქართველოს ხელისუფლებაში ვერ მოვლენ ფულისა და ძალაუფლების მოყვარულები. ესაა ამოცანა. ვის აწყობს ახლა ეს? წესიერი ადამიანების გარდა ვის უნდა აწყობდეს? და წესიერი ადამიანები დაიბნენ. და კარგად ამბობს ერთ დიდი ფილოსოფოსი, როდესაც არჩევანი ხდება, ასე იგი, მოღალატესა და წესიერ კაცს შორის მოღალატის სასარგებლოდ მიდის ყველაფერი და ესეა საქართველოში რეალურად. მე აღარ მინდა საუბარი რომ ამ წინა იმაზე გამოვედი და ვთქვი რომ 30 წელი დიახ ბატონებო ხშირ იმაზე არ ვისაუბრებ, დიდი იმით არ ვისაუბრებ, მაგრამ აი ვინმე სადმე გაიგო გუშინ რომ 21-ში პირველი დავით აღმაშენებლის პირველი ყველა იძახის ეროვნული პირველი ძეგლი აღიმართა 30 წლის წინ. დავით აღმაშენებლის შექმნილი აკადემია აღდგა პრეზიდენტისა და კათოლიკოს პატრიარქის ხელმოწერით 30 წლის წინ. პირველი ის გავიდა საქართველოში აღმაშენებლის პროსპექტი ახალი გაიჭრა, რომლის იმედი არავის არ ქონდა. შევარდნაძე მითხრა არ თქვა თუ ეს თუ არამოს ვერ გავაკეთებდი, ხელი არ შემიშალოთ მეთქი. და გავხსენე ჩადით და ნახეთ როგორია აღმაშენებლის პროსპექტი, რომელზეც 2002 წელს გაიხსნა. როგორი დღეს ესე იგი
ასეთი პროსპექტი ხო არ გახსნილა და ამ ასეთივე სიგზის მონაკვეთის თქვა ჭავჭავაზის პროსპექტი 150 ჯერ ძვირი დაჯდა თბილისში ვიდრე გაცილებით უკეთესი ის რაც გაკეთდა ქუთაისში ხედავთ რა კორუფცია ამ ქვეყანაში თბილისში რომ კორუფციაა ბატონებო ზგავსი კორუფცია არ დაესიზმრება მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას ერთ პატარა ჯიხურში რომ 607 მილიონი ფულის იხდება წარმოგვიდგენიათ რა მდგომარეობაა ნახეთ როგორ ცხოვრობენ მინისტრები როგორ ცხოვრობენ მერები გამგებლები გუბერნატორები როგორ ცხოვრობენ ვის ემსახურება მანქანები რამდენი მანქანა ყავთ რა პირობებში ცხოვრობენ გააფეთიშეთ ეს ხალხი რატომ იმიტომ გჭირდებათ არჩევნების დროს იჭერთ მხოლოდ იმას რომელთა დაჭერა რაღაც ავტორიტეტს მოგიტანს დასაჭერია 90% და იჭერთ ერთს და იმერთით ქმნით პოლიტიკას სისტემაა ქვეყანაში კორუმპირებული და ამ კორუმპირებული სისტემის შეცვლაა საჭირო ეს არის მეცნიერთა კონგრესი მე ხშირად ვამბობ და ვიტყვი მეცნიერთა კონგრესი ეს არის სისუფთავის მომავლის საქართველოს შვილები და ქვეყნის გარეთ და ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების მომავალზე ორიენტირებული პროგრამებია ისეთი რომ აი ეს პროგრამები რომ მოისმინონ ერთხელ მოგცენ საშუალება რომ გამოუტანოთ პენსია როგორ შეიძლება იყოს და როგორ საფუძვლები როგორ არის ეს მათ ხო არის ის რომ ხავთ ეგერ იმას ვაზდებენ დახმარებას და სასაფლაოებს რომ გააფორმეს ხალხი და ესე იგი დაამცირეს დამგველებათ აიმათ რომ გახადეს და ამას ვეძახიან სამუშაო ადგილების შექმნას ნახეთ რა პროგრამები აქვს მეცნიერთა კონგრესში რა პროგრამა აქვს 6 წლამდე ასაკის ბავშვი სადაცაა სახლში 65 წელს გადაცილებული მოხუცი სადაცაა სახლში როგორი პროგრამებია ნახეთ ეკონომიკის თვალსაზრისით როგორი პროგრამებია ვინ გაზდებს საშუალებას რომ ეს გამოიტანო რომ გახვიდე და ხალხს დაელაპარაკო ეს 21 საუკუნეა ის კი არ არის რომ თქვა დღეს მეზობელს აღარ ელაპარაკება ოპენსია საქმე და ეხლა თქვენ რომ მივიდეთ ეს 20 წლის სხვა იყო ეხლა რომ მიხვიდე და უთხრა ერთ მეზობელს ახსენ უთხრა და წადი ეხლა სხვა მეზობლებს უთხარიო გეტყვი შო კი ბატონო მოგისმინეთ დიდი მადლობა ხარს გიჭერთ მაგრამ მე იმ მეზობლებში ვერ წავალ იმიტომ რომ მე იმათ ჩამთვიან ამათ ჩამთვიან ფული მომცენო და შეშინებულია ხალხი რატო იმიტომ რომ ყველაფერი ფულით აკეთეს პარტიებმა და წესიერ ადამიანებს აღარ უნდათ უკანასკნელებში მონაწილეობა და ამიტომ არის საჭირო რომ ტელევიზიებმა მიცენ გზა ასეთ პროგრამებს მაგრამ ტელევიზიები ემსახურებიან ისევ იმ ფულიანებს ფულმა შეჭამა ეს ქვეყანა და ხალხს გონია რომ ფულიანი გადაარჩენს ამ ქვეყანას ვერც ქუჩის გმირი გადაარჩენს და ვერც ბელადი და ვერც ფულიანი ვერც მილიონერი და ვერც მილიარდერი ამ ქვეყანას გადაარჩენს მოაზროვნე ადამიანების წესიერი ადამიანების ხელისუფლება ესე იგი სუფთა ხელების ადამიანების ხელისუფლება გადაარჩენს ამ ქვეყანას განათლებულ ადამიანთა ხელისუფლება გადაარჩენს ამ ქვეყანას სხვა გამოსავალი არ არის მე უამრავი რამ შემიძლია ჩამოვთვალო რომელიც ვინ დაიჯერებს დღეს ვინმე თქვა რომ აი 90 წელში გადაკეთდა ქუთაისის წულუკიძის სახელობის ინსტიტუტი იყო გადაკეთდა პირველი უნივერსიტეტი იყო დავით აღმაშენებლის ესა დედა უნივერსიტეტი შემდგომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი იყო პირველი უნივერსიტეტი იყო 35 წლის წინ 90 წელში კომუნისტების ეპოქაში იმ პერიოდში მთელი პარტიული შენობები გადავეცით კონსერვატორიას მეცნიერებათა აკადემიას ამისთვის მიჭერდნენ მე რომ როგორ შეიძლება ამის გაკეთებაო მაგრამ ვიცოდით რომ მომავალი ეკუთვნოდა მეცნიერებას ხელოვნებას კულტურას და ვაკეთებდით ამას ყველაფერს აბერტი თეატრები უკეთესი სპექტაკლები და უკეთესი რამ სად იყო კი მაგრამ როგორ ვაკეთებდით ამას ყველაფერს როგორ იყო ეს ყველაფერი 35 წლის წინ საბჭოთა ჯარში ახალგაზრდების გაწვევა გადაწყვეტილება მივიღე და დოკუმენტი გამოვაქვეყნე 89 წელი იყო მე მგონი მაისი 26 მაისისთვის გაზეთში რომ დაიბეჭდა მახსოვს პეტრე ვაჭრიძემ რეზო ჩვენმა ძალიან ჭეიშვილმა და სხვებმა მითხრეს ესო როგორ გაბედეთ როგორ გააკეთებდო და ესე იგი როდესაც ბატონმა ნადიბაიძე მიჩივლა რომ როგორ შეიძლება ეს უკანონობა არისო და პოლიციის ძალით მიყავდა იმასთან დავდექი რა ქვია მას ჯარში გაწვევა საიდანაც იყო კომისარიატთან მე ქალაქის ხელმძღვანელი და ვამბობდი მე ვიღებ პასუხისმგებლობას არ შემოუშვებ აქ ბიჭებს ეს ყველაფერი იყო და თქვენ
წარმოიდგინეთ რომ მე ვიყავი ქალაქის ხელმძღვანელი მაშინ, როდესაც ერთ დღეს 100,000 უმუშევარი გახდა ქუთაისში, 100,000 უმუშევარი ადამიანი ერთ დღეს. რატომ? დამთავრდა მოსკოვმა გამოაცხადა და აღარ ვაფინანსებთ. საავტომობილო ქარხანას 16,000 კაცი, სატრაქტორო ქარხანას 5,000 კაცი, ელექტრომექანიკურ ქარხანას 7,000 მეტი კაცი, ვასხოც, ზარიას, ასე თქვია და მაშინ სახელწოდებები, ესე იგი 7,000 კაცი ამგეში მუშაობდა. დამატებული აბრეშუმის ესენი ყველაფერი მოსკოვიდან ფინანსდებოდა. 80,000 კაცი იყო მუშა, რომელიც უმუშევარი და გახდა ერთ დღეს. და მათი ოჯახები ჩავთვით 200,000 კაცი, სულ 250,000 მეტი იყო მაშინ ქუთაისში, დღეს 120,000 თუ ცხოვრობს, ესეც კიდე ბევრია. და თქვენ წარმოიდგინეთ, იმ დროს ვიყავი. მაგრამ დავდექით, მაგრამ სიყვარული ცხოვრობდა ქალაქი, ვეხმარებოდით ერთმანეთს, გვერდში გაჭირება იყო, საშინელი გაჭირება იყო, გვიჭირდა. მაგრამ დღეს უნდა იამაყოს ქუთაისმა, რომ ჩვენ დავიწყეთ სწორედ ფარსანაყარებიდან იმ წყლის გამოყვანა, რომელიც მუხიანა ფარსანაყარების წყალს, რომელიც ყველაზე საუკეთესოა ოთარ ჩიხლაძესთან ამ გამოცდილ კაცთან მქონდა საუბარი და მითხრა, რომ სოფლიოში ძალიან ცოტა ქალაქია ისეთი, რომელიც მარაგდებოდეს ისეთი წყლით, როგორიც ესე იგი მუხიანი და როგორც ფარსანაყარებია. და დავკეთეთ, წავედით იმაზე, რომ ხალხს ვაკრიტიკებდა, მეუბნებოდა წყალი არ არის, დავკეთეთ რიონგეში ირეცხებოდა წყალი და ნაგავი მოდის, ერთ მეტრში უკვე ირეცხება და ამ წყალს სვამდა ხალხი. და მე დავკეთე ეს და ამოვიღეთ მიწიდან უნიკალური წყალი. ხალხი მლანძღავდა, მაგრამ სამაგიეროდ უნიკალური ის მივეცით. ესე იგი ქალაქს და ბევრი სხვა რამ. ამას მე კი არ ვაკეთებდი. ამას ერთად იყო მთელი ქალაქი იდგა ამისთვის, სიყვარულით იყო ცხოვრება და ადამიანური დამოკიდებულებები იყო. დაიკარგა ეს ყველაფერი. და ეს თუ დაიკარგა ქართველობაც იკარგება ხომ? ჩვენ დღეს გვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ საქართველოში უნდა იყოს ეროვნული თანხმობის ხელისუფლება, პროფესიონალთა ხელისუფლება. პარლამენტი უნდა იყოს პოლიტიკური ორგანო, მაგრამ ის არ უნდა იყოს პარტიული ორგანო, ის არ უნდა იყოს პარტიებით. არავინ არ უნდა აცხადებდეს ქვეყანაში, რომ მე ვარ რაღაცა და თუ ვინმე ატარებს აი ამ ღონილ იმას ისინი აქვთ მიტინგებია თუ რაღაცა ისინი, ყველამ უნდა თქვას, რომ მე რომ გამოვდივარ აქ, მე არ ვიქნები არც ერთ სიაში და არ მივიღებ მონაწილეობას არაფერში. მაშინ დაიჯერებს ხალხი. მაგრამ ამას ლაპარაკობენ, მაგრამ მე ყველა სიებში და პირველი ნომრები არიან, ხალხმა გვაიძულაო. მოდით შევთანხმდეთ წინასწარ, რომ ეს იქნება პროფესიონალების პარლამენტი, ეს იქნება კაცების პარლამენტი, პიროვნებათა პარლამენტი. ეს არ იქნება ისი პარტიების და პარტიების მიერ ნახეთ რა ხალხია სიებში, ნახეთ ტელევიზიებში მოусმინეთ რა ქართულით ლაპარაკობენ, როგორ შეიძლება ამ ჭუით გატენილი ადამიანების ქვეყანაში ვინ მიდიან რაიონებში, საკრებულოებში, ესე იგი იღუპება ქვეყანა. კიდე ერთი ეტაპი ეს არჩევნები იქნება დაგუპვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოდის ისეთი ადამიანი, რომელიც მოდის მხოლოდ იმიტომ, რომ იშოვოს. კიდე რა დარჩა რაღაც დღეს და ისიც უნდა გაიყიდოს რაიონში რო იქნება, უნდა იშოვოს ფული. ჩვენ პროგრამებზე მუშაობთ. მე ვარ ბედნიერი, რომ გუშინ წინ ზურაბ ქუმსიაშვილის სახლში 20 რიცხვში შედგა აი სწორედ გამოცდა იმისა, რასაც ნიშნავს საკვები როგორც სამკურნალო საშუალება. პური ფუნქციური კვება. და ჩვენ მოკლედ ამ დღეებში ახლა ხვალზე დაიდება ეს სრული ჩანაწერი, რომელიც ლაბორატორიაში გავაკეთეთ. და 60 ტონამდე უნიკალური ხორბალი რომ არის მიღებული, უნიკალური ხორბალი, რომელსაც 1 გრამი სასუქი არ აქვს არც ერთნაირი. და ეხლა რომ ითესება და შესაძლებელია 200 ჰექტარზე მეტზე დაიტესოს, რომ ეს იქნება მეოთხე ფაზის წყალში გატარებული. ვერნის ესე იგი სასუქებში, ანუ ფოთლის და ჭიახელებისგან მიღებული სასუქი, უნიკალური. ბატონი გია გახოგიძის ეს სასწაული რამ რაც კეთდება. და ეს სასუქი, ეს ხორბალი, ესე იგი უსუფთავესი, რომელშიც გრამი არავით
ის არ არის, ხო წარმოგიდგენიათ თქვენ, რას ნიშნავს ეს? იმ ფონზე, როდესაც რუსეთიდან შემოტანილი ხორბალი არის მიღებული სასუქებით, პესტიციდებით, ქიმიით. აქ კიდე ქიმიას აყრიან. ეს არის საწამლავი. ძალიან ბევრი ვნახე, მადლობა მათ, მაგრამ ცუდია ეს რომ ყიდიან ამ ფულს. ამბობენ რომ ჩვენ ყიდით 7-8 ტონას ვიწევთ გექტარზე და ვყიდით ამას 60 თეთრად, მაგრამ ეს არის სასუქი და არავითარი მეტი სასუქს აყრიან და დამთავრდა ყველაფერი და ესე იგი 60 თეთრად ყიდიან, მაშინ როდესაც რეალურად კარგი ხორბალი დღეს თუ წესიერად მოიწია 5 ლარზე ნაკლები, მით უფრო წითელი დოლიდეს ქართული ხორბალი საერთოდ არ არის. არ უნდა ღირდეს. ნაკლები არ უნდა ღირდეს. მაგრამ ყველაფერი ჩვენთან ეს იაფი და ძალიან კარგად ამბობდნენ ინგლისელები, ყველაფერი იაფი ძვირი მიჯდებაო. დაავადყოფეს ხალხი. განსაკუთრებით იმით, რასაც პური ქვია, ყოველ დღე საკვები რო ქვია და ყოველ დღე რო საწამლავს იღებ. ამას ებრძვის მეცნიერთა გუნდი. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინმე აქვს სერიოზული პროგრამა ხალხო. ვინმე, სალმე გაიგონეთ, მოისმინეთ სადმე. ერთმანეთის ლანძღვის და გინების გარდა. მოისმინეთ, რის არ ვარ და მე ვარ კარგი. ეს ამთავარი ფორმულა. ვინც ამბობს, რომ ის არ ვარ და მე ვარ კარგი, უკვე თავისთავად უბედურება. ის სიკეთეს ვერ მოიტანს. ბევრია საკითხი, რომელზეც ეს არის, მაგრამ ეს კვირა მაინც განსაკუთრებული კვირა. მე არ ვიდა რომ ესე იგი ახლა დღეს კიდევ უფრო მეტად დავტვირთვე ჩვენი ესე იგი ეს შეხვედრა. უბრალოდ მინდა გავიხსენო ერთი კარგი რამ, რომ არის მუხრან მაჭავარიანის და მურმან ლებანიძის მუხრან მაჭავარიანის წერილი თავის ვაჟისადმი უცხოეთში გაუგზავნა. ეს მიდევს ჩემს Facebook გვერდზე და მურმან ლებანიძის ლექსი მიდევს. მურმან ლებანიძის ლექსი თავდება, რომ არ ჩაუჯდე ხელმწიფეს ნავში. არ ჩაუჯდე ხელმწიფეს ნავში. თავისდარი რო ხართ ეს მეცნიერები და ინტელიგენციის წარმომადგენლები. თბილისის საპატიო მოქალაქეობას პოლიტიზებული რომ იყო 90%-ით. და ყველგან სადაც კი აირჩიეს, მხოლოდ პოლიტიზებული პრინციპით, პოლიტიზების პრინციპით აირჩიეს. და მეორე, ესე იგი მუხრან მაჭავარიანი თავის შვილს ჯერ როგორი წერილია. აი რას ნიშნავს ეროვნული კაცი. და რას ნიშნავს ეს წერია, რომ ყურადღებით იყავი და შენივე სისხლი გახსოვდესო. შენივე სისხლი, რომ როგორი რა გვარისა ხარ და ესენი ყველაფერი გახსოვ. სასწაული წერილია. ეს დავდე არა იმიტომ, რომ ეს მუხრან მაჭავარიანს ან მურმან ლებანიძეს ჭირდება. ეს არის ქართული განწყობა. ეს გავიხარე, რომ გურამ ქართველიშვილის გავიგე კიდე რომ გააგზელე საქართველოს ისტორია და საოცრად კარგი ლექსი დადო დღეს აი ამ რომ საქართველოს დაახლიო. ჩვენ მუშტრები ვართ და ვიღაცა ყიდის ამას. კატასტროფულია ეს ყველაფერი რაც ხდება. ცოტა აზზე მოვიდეთ ბატონებო. საჯიჯგნად საქართველოს მოუხდით ვინმეს. მე ქუჩის წინააღმდეგი რომ ვარ. ეს ნიშნავს იმას, რომ მე ვარ ქუჩის პოლიტიკის წინააღმდეგი და ქუჩის პოლიტიკოსების წინააღმდეგი. ქუჩის პოლიტიკას საქართველოში მოაზროვნე ხალხი არ მოუყანია ხელისუფლებაში. რევოლუციებს, რომელსაც ეძახიან საქართველოში, ეს არის რევანშიზმი და საქართველოში ნორმალური ხალხი არ მოუყანია ხელისუფლებაში. ერთი და ორი კაცი, ვიღაც წესიერი და კარგი რომ იყოს, არაფერს არ ნიშნავს. ძირითადში არ მოუყანია. მე ვამბობ იმას, რომ ქვეყანას ჭირდება არანაირი რევოლუცია არ ჭირდება, ერთადერთი ინტელექტუალური რევოლუცია ჭირდება ამ ქვეყანას. ინტელექტუალური რევოლუციის პროგრამა აქვს მეცნიერთა კონგრესს. მადლობა მათ მეცნიერებს, რომ ეს გააკეთეს. მადლობა ყველას, ვინც ამას მხარს უჭერს. მადლობა ყველას, ვისაც აქვს სურვილი, რომ მოვიდეს გადაცემებში მიიღოს მონაწილეობა 2 შაბათს, 3 შაბათს, 4 შაბათს, 5 შაბათს, პარასკევს 4-დან 6 საათამდე მეცნიერთა კონგრესის დროა. შეგიძლიათ მოხვიდეთ, მიიღოთ მონაწილეობა, გამოთქვათ მოსაზრებები და როგორმე შევერთდეთ საქართველოსათვის, გავერთიამდეთ საქართველოსთვის. საქართველოში უნდა გაიმარჯვოს არა პარტიამ, არა პოლიტიკურმა ძალამ, არამედ ჩვენ გვინდა სიკეთით გამარჯვებული საქართველო. სიკეთით გამარჯვებული საქართველო იქნება მომავლის საქართველო.
სიკეთით გამარჯვებული საქართველოს პროგრამა არის მეცნიერთა კონგრესის პროგრამა. მაგრად ვიყოთ, კარგად ვიყოთ და დიდი მადლობა ყველაფრის.